ვარ იოანა ბარსენაძე 7 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბალეტი, ხატვა, ქართული ცეკვები და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ვცეკვავ თერხისოში. ცეკვაზე შეშლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა რომ მეც ლამაზად ვიცეკო და სცენაზე ტაში დამიყვან. ყველაზე რთული არის ხელები დაჭემული რომ აიტანო, ფეხები დაჭემული რომ მქონდეს და თავი ზევით რომ მქონდეს. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიურული. ზუსტად ეს ილეთი მიყვარს. სულ 4 მასწავლებელი მყავს და ყველა კარგია. მაგრამ ყველაზე მხიარულია ნინო მასწავლებელი. მე ძალიან მინდა რომ ქუსლებიანი ჩავეცვა, ქუსლებიანით სიარული ძალიან მეხალისება. სცენაზეც მინდა ქუსლებიანით რო ვიცეკო. მალე გქდება კონცერტი და ახლავე გეპატიჟებით. მაგრამ ბალეტს არ შეიძლება ქართულ ცეკვებზე რა ვიარო, მაგრამ ჩუმჩუმად დავდივარ. ჩუმჩუმად დავდივარ და მასწავლებელმა არიც. ბალეტზე პირველად რო შევედი, მოკლედ მე პირველად გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი ემილი და სესილი, რომელიც ერთი იყო ჩემი კლასელი და მეორე იყო ჩემი ბაღელი. რომ პირველად ავედით დარბაზში, რომ დავიწყეთ ცეკვები, რამე რომ ვერ მივხვდი, მასწავლებელმა უკვე ამიხსნა და მეორე დღეს მე კიდევ კი უფრო დავხვეწეთ ცეკვა. ბალეტზე იმატებ შევედი, რომ კარგი ტანი მაქვს და კარგი ნიჭი მაქვს. ბალეტში ყველაზე რთულია ტერფების გაჭიმვა. ბალეტში ბიჭები იმიტომ არ დადიან, რომ იმათ არ აქვთ კარგი ტანი. საერთოდ კარგი ტანიანი ბიჭები არ არსებობენ. ბალეტში კონცერტი არ მქონდა, მაგრამ გამოცდა კი მქონდა. გამოცდა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი რომ მეყურებს, ანუ და რომ ანახებ რა ვისწავლე. ბალეტზე მოცვია ფუტკრის კაბა, ესეთი იუბკა, მაგრამ რამე ისეთი კაბა არ მოცვია ესეთი, უბრალოდ ესეთი ფუტკრისაა და აქ შავი რაღაც მოცვია. მე მინდა ძალიან ლამაზი კაბა მქონდეს, რომელიც ასეთი რომაა. ინტერნეტებში რომ მაგას რო ვუყურებ, დედაჩემს ვუყურები, გთხოვეცად მიყიდე მეთქი და ერთი კაბა მაქვს ახში თეთრი, მაგრამ ისეთი არა რომ მე მინდა. ბალეტზე ჩამოწმებენ. მე ვარ ლამაზი გოგო და ძალიან მიხდება გაპრანჭვა და კაბების ჩაცმა. მე ვიპრანჭები ზუსტად აი ასე. ჯერ პირველ რიგში ვიცმევ კაბას, რეიტუზა მოვიცმევ, მე ქუსლებიანს ვიცმევ და მე მაკიაჟს და თმას. ზოგჯერ ვიცმევ დედიკოს ქუსლებიან ფეხსაცმელებს. ჩიმოდ ვიცმევ ის სახსალაგებს. სიმღერა იმიტომ მიყვარს, რომ ჩვენ ბებიას უნდა და რომ მე მღერამე და მინდა რომ ბებიას სურვილი ავასრულო. ბებია იყო აფხაზი და ზემზე ავასრულე აფხაზეთის მიწაზე, მაგრამ იქ ბებია არ იყო. ზემზე იმიტომ არ იყო, რომ ისეთი კეთილი იყო, ღმერთმა წაიყვანა. ჩემს საყვარელი სიმღერა აფხაზეთის მიწაზე. აფხაზეთის მიწაზე გულის ცქერა კრებოდა, შიშის გრძნობა არ ქონია არცეც. ვახრამდენი ვაშკაცი სიკვდილს ეგებებოდა, უკან არა დაუხევია არცეც. ხალხურ სიმღერებსაც ვმღერევარ ჩემს რეკოსთან ერთად. მაგალითად ახლოზე იმზე მიმღერე შენი მინდა გაკითხავს თეატრ. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 დაეკო და 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 6 წლის და ჰქვია თედო. ის ძალიან არის ჯიუტი, ხოლმე დედიკო თუ ებნება უხრა ჯიუტი ხარ, როცა დავალებებს წეს და რამე თუ არ გამოსდეს, ოთახებში შედის დარბისი კეთაკეთ და დედა რომ უყვირის, უნდა ამოიღოს დედა ხმა. სულ წან არ არის მშვიდად უნდა ეფეროს. როსტო და კესანი არიან ტყუპები. 4 წლის არიან ორივე. როსტო არის ძალიან ცელქი, ბაღში იქცევა ცუდად სულ. კესანი ცოტა ჯიუტია. ხოლმე ჯიუტია. ხოლმე თუ რამე არ არის ნაძვის ხეზე გუშინ ვიღებდით ფოტოებს რა. ხოდა თეთრი რაღაცა უნდა დაგვეფარა ზუსტად ნაძვის ხეზე და რომ არ იყო კესანამ გაბრაზდა დედას გაუბრაზდა და ხოლმე დედიკოს არ ტყამს, ხოლმე დედიკოს ყბენს. და მე დედიკო რჩება დაკბენილი. უმცროსი და არის 2 წლის და ჰქვია თებეა. ის არის ზოგჯერ მტირალა დედიკოს სამსახურში ჯერ არ უნდა წავიდეს. ერთხელ დედიკო არ გაუშვა მოკლედ სამუშაოზე და დედიკო მუთხრა მე თუ ფული არ მექნება ვერ გიყიდე შოკოლადს და რამეებსო და მე ვსებ დაფიქრდა რაღაცა და ბოლოს ამოდაღა მე მიყვარს ფულიო და შოკოლადი. ჩემი აზრით თედო გამოვა ექიმი, იმიტომ რომ მამიკომ დაპირდა გთხოვო გამოდი ექიმიო და ბებიამაც. მეც მინდა რომ გამოვიდა ექიმი და კესანიც და თებეაც.
და რუსტოს. ჩვენ ვართ მომავალი ექიმების ოჯახი. მამიკო არის ზუსტად ძალიან კეთილი, სულ გემედა რომ ჩამოდის, მივდივართ სულ მაკდონალდსში სათამაშოების საყიდლად და სულ რაღაცებს ყვედულობს და რომ საყვედურობს, მამიკო მოდის და ვითომ გვიყვირის, რა დააშავა გემო და ვითო ყვირის. და ბოლოს რომ გადის ამბობს არაფერი გეწყინოს ჩემგან. მამიკო არის გემზე ძალიან მენატრება და რომ ჩამო უნდა გამიკეთოს სურპრიზი. მე ვარ მამიკოს გოგო და ბებიას. პატარა რო ვიყავი, სულ ბებია ფეხით ჩამეყვანდა პეუზავაძე და მას ეერნებოდა. დედიკო თბილი არის, კარგ საჭმელებსაც აკეთებს და სულ კარგად მე გვექცევა და სულ გემრიელ საჭმელებსაც აკეთებს. ჩემი საყვარელი საჭმელია ხაჭაპური. მე ასევე მეყვარს ხატვა, იმიტომ რომ მოვხატავ, ჩემს ოჯახსაც ვხატავ და ყველაფერს ვხატავ. მინდა რომ ხატვარი გამოვიდე და ხატვაზე რო ვიარო, ძალიან მინდა. უბრალოდ ექიმი გამოვალ, მაგრამ კარგად მეცოდინება ხატვა. ახლა ვიცი გემის ხატვა, ოჯახის და ხატვა და ყველაფრის ხატვა, ხელოვნების მასწავლებელი მასწავლის მას სულ. ჩემი საყვარელი ფერებია ვარდისფერი და იისფერი. მათ სივარზე ვაკრავ, მინდა რომ მქონდეს ნახატები მან დაკრული ჩემი ოჯახის. ჩუქება არ მიყვარს, მე მინდა რომ დავდო და ჩემი ოჯახი სურათი მქონდეს სახელწერილი სულ. მაგრამ მიყვარს მე რომ ჩუქნიან საჩუქრებს. ყოველ ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. ზუსტად ამ ხალწაზე მომიტანა თოჯინა ძალიან ლამაზია, გრძელთმიანია, ვон სახლში მაგ ახლა და კიდევ იქეთა ახალწელზე მომიტანა პლასტენილის ქვეში საკრასკავები და თმებზე გასაკეთებელი რაღაც გეკნები. წელს მინდა მომიტანას ქვეში და თოჯინა და პლასტენილი. ჩემი აზრით თოვლის ბავა არის 62 წლის და ქვია გული. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს ძალიან, რომ ნინი მასწავლებელთან მისვლა ძალიან მახალისე. ჩემს სკოლაში ყველაზე მხარულია ნიტა. ყველაზე ცელქი არის კაცი. ყველაზე მშვიდი ადამიანი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია და მეგობარი ნინო ლორთქიფანიძე, იმიტომ რომ ის არის თბილი და გულთბილი. კიდევ არის ჩემსავიდი ლამაზი და სულ მეხუტება. ჯეწოსნური ჯოხი მე რომ მქონდეს, მინდა რომ დაბრუნდეს ჩემი ბებია, ბაბუა და ჩემი ბიძია. სამოგზაუროდ ჩემს ოჯახთან ერთად მინდა რომ წავიდე მე იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. იოანა რომ არ მერქვას, რომ ერქვეოდა. მე ბებიამ დამარქვა იოანა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ იოანა რომ არ მერქვას, მერქმეოდა მართა. ჩემ შვილებს დავარქმევ მარიამს, მართას და სანდროს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის ქვეშ. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა, ჩახუტება და ოჯახის კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.